პროკურატურაში მიმდინარე ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სამართლიანი არჩევნების ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე გამოიკითხა. მისი თქმით, შეკითხვები გაზაფხულისა და ზამთრის საპროტესტო აქციებს შეეხებოდა. გამოძიებას აინტერესებდა იყო თუ არა ისვეთი დემონსტრაციების ორგანიზებაში ჩართული და ჰქონდა თუ არა მას კავშირი ძალადობასთან. როგორც ნინო დოლიძემ გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართლიანი არჩევნების საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობას შეესაბამებოდა. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებს. იქნებოდა ეს დისკრედიტაციის კამპანიები, მათ შორის ჩემი ორგანიზაციის თუ ჩემს წინააღმდეგ პერსონალურად, თუ იქნებოდა ეს საკანონმდებლო ცვლილებები, იგივე რუსული კანონი, პირველი, მეორედ მიღება, შემდეგ ივანიშვილის ფარა და ასე შემდეგ. ჩვენ ვხედავდით საკანონმდებლო დონეზეც შევიწროების მცდელობა სამოქალაქო ორგანიზაციების და ეს არის მორიგი დევნა სამოქალაქო ორგანიზაციების, რაც ხდება ხორციელდება ქვეყანაში, იმიტომ რომ დაყადაღების შემდეგ ცხადია ამ ორგანიზაციებს გაუჭირდებათ ფუნქციონირება. ამიტომ ცხადია ამას უკავშირებ ამ ყველაფერს. ამავე საქმეზე დღეს სასამართლოში ასევე გამოკითხეს IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. ეს არის დროშები, რომელიც გადმოფენილი გვაქვს ჩვენს ორგანიზაციის აივნებზე. ეს არის რესპირატორები, 5 ცალი რესპირატორი და 5 ცალი სათვალე. ეს არის ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის და საჭიროებისთვის შეძენილი რაღაცეები და ახლა რაშუაშია საბოტაჟის მუხლი, რომლითაც დაიწყო პროკურატურამ გამოძიება, ამ საკითხთან ნამდვილად არ მესმის. კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ სრულიად უსაფუძვლო იყო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღება, ორგანიზაციის ანგარიშების გაყინვა, პრაქტიკულად ორგანიზაციის უფუნქციოდ დატოვება, რა საჭიროება დგას ამისი ნამდვილად ვერ ხვდები. ერთადერთი ჩემი აზრი არის ის, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მედიასთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა ცლაშა კოტრიკაძის თქმით, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები ძალადობრივ აქციებს ახალისებდნენ. პროკურორი ამ ბრალდების არგუმენტად დემონსტრანტებისთვის თავის დამცავის საშუალებების შეძენას და დაჯარიმებულებისთვის ჯარიმების გადახდას ასახელებს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ამ ორგანიზაციების ფინანსები ხმარდებოდა ისეთი საშუალებების შეძენას, როგორც არის ციცაკის მეი, როგორც არის ჩამხუტები, სახის დამცავი სათვალეები, მიღბები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ეს ფონდები ჩართულები იყვნენ სამართალდარღვევის წახალისებაში, რაც გამოიხატებოდა სამართალდარღვევი პირების ჯარიმების გადახდაში. აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს არ იყო ჯარიმის ჯერადი გადახდა, ამას ჰქონდა მასობრივი ხასიათი და ასევე ეს გამოიხატებოდა ბრალდებული სახით დაკავებული პირების საადვოკატო მომსახურებაში, პირადი ხასიათის ფინანსური საკითხების გადაწყვეტაში და ასე შემდეგ. პროკურატურამ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღების შესახებ ინფორმაცია 27 აგვისტოს გაავრცელა. საქმე ეხება ოცნების სატელიტი ორგანიზაციის ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას, რომელიც ეგრეთ წოდებულ საბოტაჟს გულისხმობს. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით გენერალურ პროკურატურაში ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაიბარეს. ისინი მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას დაეთანხმნენ.